გარკვეულ ადამიანებს მათი ფინანსური ცხოვრების ძალიან კონკრეტულ მომენტში რაღაც უცნაური ემართებათ. წლების, ზოგჯერ ათწლეულების განმავლობაში ისინი ბევრს შრომობენ, ყველაფერს ცდილობენ, ყველაფერს აკეთებენ, რაც უნდა გააკეთონ და მაინც ფული მწირია, შესაძლებლობები ქრება მათ გაჩენამდე და ფინანსური სიმარტივის განცდა მუდმივად მიუწვდომელი რჩება. შემდეგ კი რაიმე დრამატული გარეგანი ცვლილების გარეშე რაღაც იცვლება. არა თანდათანობით. უეცრად. ერთი კვირის, ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში, როდესაც ყველაფერი ერთბაშად იხსნება. ძველი კლიენტები ხელახლა ჩნდებიან. მოულოდნელი შემოსავალი მოდის იმ მიმართულებებიდან, რომლებიც არ იყო განხილული. ვალები ქრება. შესაძლებლობები ჩნდება, რომლებიც აქამდე არ ჩანდა. ადამიანები, რომლებიც ამას განიცდიან, ამას იგივენაირად აღწერენ. ისინი ამბობენ, რომ რეალობა მათ სასარგებლოდ გადაიქცა. ისინი ამბობენ, რომ ბოლომდე არ ესმით, რა შეიცვალა. ისინი ამბობენ, რომ კარი გაიღო და ისინი არ იყვნენ ისინი, ვინც სახელური გადაატრიალა. ეს ვიდეო იმის გაგებაზეა, თუ რა ხდება სინამდვილეში ამ მომენტებში. არა სურვილების ან სულიერი გვერდისავლით, არამედ იოგური ანატომიის, ნერვული სისტემის მეცნიერებისა და დოკუმენტირებული ფიზიოლოგიის კვეთიდან იმის შესახებ. თუ რა ხდება თქვენს სხეულში, როდესაც ქრონიკული სტრესი საბოლოოდ იხსნება და თქვენი ქვედა ენერგეტიკული ცენტრის უფრო ღრმა რეცეპტული ინტელექტი, რასაც უძველესი ტრადიციები საკრალურ ჩაკრას უწოდებს, სრულად ონლაინ რეჟიმში მოდის. რადგან რა აკლია ფინანსური კონტენტის უმეტესობას. მიზეზი, რის გამოც ადამიანების უმეტესობა ფინანსურად ჩერდება. ძალიან ცოტა რამ არის საერთო მათ სტრატეგიებთან, სამუშაო ეთიკასთან ან ინტელექტთან. ეს დაკავშირებულია მათი ნერვული სისტემის მდგომარეობასთან. იმასთან მუშაობს თუ არა მათი სხეული გადარჩენის სიხშირიდან, შეკუმშული, დაგროვილი, მუდმივად საფრთხის ძიებით, თუ სიუხვის სიხშირიდან, ღია რეცეპტული ცირკულირებადი. და ეს განსხვავება, რომელიც აბსტრაქტულად ჟღერს, სინამდვილეში ფესვგადგმულია კონკრეტულ, გაზომვად, რეპროდუცირებად ფიზიოლოგიაში. ეს არის ის, რისი შეცვლაც შესაძლებელია. მაგრამ ჯერ მისი გაგებაა საჭირო. დაწყებამდე სწრაფი კითხვა, მაინტერესებს, რომელი საათია თქვენთვის ახლა და საიდან აკვირდებით. დაწერეთ კომენტარებში, მე ყველას ვკითხულობ. დავიწყოთ იმით, თუ რა არის სინამდვილეში საკრალური ცენტრი, რადგან ეს ტერმინი სულიერ შინაარსში გამოიყენება ისეთი საფუძვლის გარეშე, რომელიც მას ნამდვილად სასარგებლოს გახდიდა. იოგას ანატომიის უძველეს ინდურ სისტემაში სხეული შეიცავს 7 პირველად ენერგეტიკულ ცენტრს, რომლებსაც ჩაკრებს უწოდებენ, არა როგორც აბსტრაქტულ მეტაფიზიკურ კონსტრუქტებს, არამედ როგორც ფუნქციურ კვანძებს სხეულის ენერგეტიკულ და ნერვული სისტემის ქსელში. მეორე მათგანს, რომელიც ჩიპიდან დაახლოებით 2 ინჩით ქვემოთ, მუცლის ქვედა ნაწილში მდებარეობს, სვადჰისტანა ეწოდება, ხშირად ითარგმნება, როგორც საკუთარი თავის საცხოვრებელი ადგილი ან საკუთარი არსების ადგილი. ის მართავს შემოქმედებითობას, სენსუალურობას, სიამოვნებას, ემოციურ მოქნილობას და მიღების უნარს. სწორედ ამიტომ აქვს მას პირდაპირი კავშირი ფინანსურ ნაკადთან. ფული, თავისი არსით, არ არის მხოლოდ მატერიალური რამ. ეს არის ენერგიის ფორმა, რომელიც მიმოქცევაშია. და თქვენი მისი მიღების უნარი. ან თქვენი ქრონიკული მიდრეკილება, არაცნობიერად დაბლოკოთ, უარყოთ ან გაჟონოთ, მჭიდრო კავშირშია ამ ცენტრის მდგომარეობასთან. მაგრამ აქ არის ის, სადაც ეს წყვეტს მეტაფიზიკურობას და იწყებს ანატომიურობას. დასავლურ ფიზიოლოგიაში საკრალური რეგიონი შეესაბამება ჰიპოგასტრიულ ცნულს, რეალურ, დოკუმენტირებულ ნერვულ ქსელს მუცლის ქვედა ნაწილში, რომელიც უკავშირდება რეპროდუქციულ ორგანოებს, თირკმელზე და ჯირკვლებს და საჭმლის მომნელებელ სისტემას. როდესაც საკრალურ რეგიონს ააქტიურებთ სუნთქვითი ვარჯიშის, ფოკუსირებული ცნობიერების ან განზრახ მოძრაობით, თქვენ აკეთებთ რაღაც გაზომვაც. თქვენ ასტიმულირებთ საშოს ნერვს. თქვენ ზრდით სისხლის ნაკადს მენჯის არეში. თქვენ იწვევთ ნეიროქიმიკატების, კერძოდ დოფამინის და ოქსიტოცინის გამოყოფას, რომლებიც თქვენს ფიზიოლოგიურ მდგომარეობას შეკუმშვიდან გაფართოებაზე, გადარჩენის რეჟიმიდან რეცეპტულ რეჟიმში გადააქვთ. 2019 წელს ჟურნალ TikTok-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ინტეროცეპტული ცნობიერება შინაგანი სხეულის მდგომარეობების შეგნებულად აღქმის უნარი. პირდაპირ კორელაციაშია გადაწყვეტილების მიღების გაუმჯობესებასთან და რისკის შეფასებასთან. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ იგრძნონ, თუ რა ხდება მათ სხეულში, გაცილებით უკეთეს ფინანსურ გადაწყვეტილებებს იღებენ, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც დისოცირებულნი არიან თავიანთი ფიზიკური გამოცდილებისგან. ეს არ არის ტრივიალური აღმოჩენა.
ეს ნიშნავს, რომ მუცლის ქვედა ნაწილში განზრახ ცნობიერების მიტანის უძველესი პრაქტიკა არა მხოლოდ ენერგეტიკულად მნიშვნელოვანია, ის ნევროლოგიურადაც მნიშვნელოვანია. ის ავითარებს შინაგან შეგრძნების უნარს, რომელიც ხელს უწყობს უფრო მკაფიო, ნაკლებად შიშზე ორიენტირებულ ფინანსურ არჩევანს. დაოსური ტრადიცია იმავე ტერიტორიას უახლოვდება ქვედადან ტიანის კონცეფციის მეშვეობით. სიტყვასიტყვით ქვედა ცინაბარის ველი, რომელიც მდებარეობს იმავე რეგიონში, სადაც საკრალური ჩაკრაა. დაოსურ შინაგან ალქიმიაში ეს ცენტრი აღწერილია, როგორც ქვაბი, რომელშიც ჯინგი, სიცოცხლის ენერგიის ყველაზე მკვრივი და ყველაზე ფუნდამენტური ფორმა, იხვეწება ციში, სასიცოცხლო ძალაში და საბოლოოდ შენში, სულში. მოძრაობა ყოველთვის უფრო მკვრივიდან უფრო დახვეწილში, შეკუმშულიდან ექსპანსიურში, გადარჩენიდან აყვავებაში. დაბლოკილი ან გამოფიტული ქვედადან ტიანი ნიშნავს, რომ თქვენ მოქმედებთ გადარჩენის რეჟიმში, ქრონიკულად სტრესში, ენერგეტიკულად შეკუმშულში, დაგროვების ნაცვლად, ცირკულირების ნაცვლად, მოქმედებთ დეფიციტიდან ნაკადის ნაცვლად. წარმოიდგინეთ რადიო ანტენა. დაბლოკილი საკრალური ცენტრი სტატიკურია. ღია საკრალური ცენტრი მორგებულია. და მის მიერ გადაცემული სიგნალი, როდესაც ის ნამდვილად ღიაა, არ არის სასოწარკვეთა, მიტაცება ან არქონის შფოთვითი სიხშირე. ეს არის მიმღებლობა. ეს არის იმ ადამიანის ენერგეტიკული ხელმოწერა, რომელიც მზადაა მიიღოს, რომელიც არაცნობიერად არ იშორებს იმას, რაც შეგნებულად ამბობს, რომ სურს. და როდესაც ეს სიგნალი იცვლება, გარე სამყაროდან მიღებული რეაქციები მასთან ერთად იცვლება. მაშ, როგორ იცით, ხდება თუ არა ეს პროცესი თქვენთან? როგორ ამოიცნოთ საკრალური გამოღვიძების ნიშნები? რასაც ზოგიერთი ადამიანი შეიძლება უბრალოდ ფულთან და სიუხვესთან თქვენს ურთიერთობაში ნამდვილი ცვლილების დასაწყისს უწოდებდეს, როდესაც ის იწყება. სწორედ ამას განვიხილავთ დეტალურად. 3 ეტაპი, ყველაზე შინაგანიდან ყველაზე გარეგანამდე გადასვლა. დახვეწილი ფიზიკური შეგრძნებებიდან, რომლებსაც ადამიანების უმეტესობა ან გამოტოვებს ან არასწორად განმარტავს, შემდგომი ემოციური და ფსიქოლოგიური ცვლილებებით, გარე მოვლენებამდე, რომლებიც საბოლოოდ შეიძლება აიხსნას მხოლოდ როგორც დადასტურება იმისა, რომ რაღაც რეალური შეიცვალა თქვენს ენერგეტიკულ გადაცემაში. პირველი ეტაპი ფიზიკურია და ყველაზე მნიშვნელოვანია ღრმად გაგება, რადგან სხეული არის ის ადგილი, სადაც ეს ყველაფერი იწყება. თქვენს გონებას შეუძლია დაუსრულებლად დაადასტუროს დადებითი რამ, სანამ თქვენი სხეული რჩება ჩაკეტილი დეფიციტის ფიზიოლოგიაში. თქვენს შეგნებულ აზრებს შეუძლიათ გაიმეორონ სიუხვის მანტრები, სანამ თქვენი ნერვული სისტემა ქრონიკული საფრთხის რეაგირების პროგრამას აწარმოებს. სხეული არ იტყუება. და როდესაც რაღაც ნამდვილად იცვლება საკრალური ცენტრის დონეზე, როდესაც იწყება რეალური აქტივაცია, სხეული პირველია, ვინც ამას აფიქსირებს. საკრალური გახსნის ყველაზე გავრცელებული ფიზიკური შეგრძნება სითბოა. კერძოდ, ნაზი გავრცელებული სითბო მუცლის ქვედა ნაწილში, დაახლოებით 2 ინჩით ქვემოთ ჭიპიდან. არა ანთების მკვეთრი სიცხე ან საჭმლის მომნელებელი სისტემის დისკომფორტის არასასიამოვნო სიცხე. სრულიად განსხვავებული თვისება. ხალხი მას აღწერს, როგორც მანათობელ ნაკვერჩხალს. როგორც თბილი თაფლი, რომელიც ვრცელდება მენჯში. როგორც გათბობის ბალიშის შეგრძნება, რომელიც პირდაპირ მუცლის ქვედა ნაწილშია განთავსებული, არამედ შიგნიდან. ეს სითბო არ არის წარმოსახვითი. როდესაც ფოკუსირებული ყურადღება და სუნთქვა მიმართულია მენჯის არეში, სისხლის ნაკადი ამ არეში მნიშვნელოვნად იზრდება. თერმოგრაფიულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ფოკუსირებულ ყურადღებას შეუძლია ადგილობრივი ქსოვილის ტემპერატურის 1-დან 2 გრადუს ცელსიუსამდე გაზრდა. სხეული ფაქტიურად თბება ამ ადგილას. რატომ აქვს ამას მნიშვნელობა ფულისთვის? იმიტომ, რომ სითბო ნიშნავს გააქტიურებას. ეს ნიშნავს, რომ ენერგია მოძრაობს. ცივი, დაბუჟებული საკრალური ცენტრი და ბევრ ადამიანს ქრონიკული სტრესის, გადატვირთვისა და გადარჩენის რეჟიმის წლების შემდეგ ზუსტად ეს აქვს. მუცლის ქვედა ნაწილი, რომლის არსებობასაც ძლივს აცნობიერებენ, რომელთანაც კავშირი არ აქვთ, ნიშნავს სტაგნაციას. ენერგია არ მოძრაობს. ხოლო ფული, რომელიც არის მიმოქცევაში მყოფი ენერგია, ვერ გაივლის გაყინულ ცენტრში. სითბო ნიშნავს, რომ ცირკულაცია დაიწყო. ხოლო ცირკულაცია ნაკადის წინაპირობაა. მეორე ფიზიკური ნიშანი პულსაცია. რითმული პულსაცია, ნაზი პულსაცია ან ელექტრული ჩხვლეტა მუცლის ქვედა ნაწილში. ზოგი ამას აღწერს, როგორც პაწაწინა ნაპერწკლებს. ზოგი კი აღწერს, როგორც გულისცემას, რომელსაც გრძნობენ ისეთ ადგილას, სადაც აქამდე არასდროს უგრძვნიათ. ეს შეგრძნება ხშირად ჩნდება მედიტაციის დროს, სუნთქვითი ვარჯიშის დროს ან ძილის წინ სიჩუმეში.
ფიზიოლოგიურად ხდება ცერებროსპინალური სითხის მოძრაობა და ჰიპოგასტრიული ნერვული წნულის გააქტიურება. სწორედ ნერვული ქსელი, რომელიც ამ რეგიონს თირკმელზე და ჯირკვლებთან და რეპროდუქციულ სისტემასთან აკავშირებს. კუნდალინის ტრადიციაში ეს აღწერილია, როგორც პრანას გამოღვიძება. სასიცოცხლო ძალა იწყებს მოძრაობას დაბლოკილი ან მიძინებული გზებით. პულსაცია მნიშვნელოვანია, რადგან ის კონკრეტულად გეუბნებათ, თუ სად ხართ ამ პროცესში. ეს არ არის სრულად გახსნილი საკრალური ცენტრის შეგრძნება. ეს არის გახსნილი ცენტრის შეგრძნება. ენერგია მოძრაობს, ასუფთავებს გზებს, რომლებიც დაბლოკილია დაგროვილი დაძაბულობით, ძველი ემოციური ნიმუშებით, სირცხვილით, ბავშვობაში ჩამოყალიბებული სიმცირის პროგრამით. ჩხვლეტა ენერგეტიკული ეკვივალენტია ჩხვლეტისა და ნემსების შეგრძნებისა, როდესაც სისხლი უბრუნდება დაბუჟებულ კიდურს. ის, რაც გათიშული იყო, ისევ აქტიურდება. პროცესს დროს სჭირდება, როგორც წესი, 1-დან 3 კვირამდე თანმიმდევრული ვარჯიშია, სანამ შეგრძნებები საიმედო და მდგრადი გახდება. გახსნის ამ პერიოდში ადამიანები ხშირად ამჩნევენ სხვა დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც აღსანიშნავია, რადგან ისინი შეიძლება გასაკვირი და ზოგჯერ საგანგაშო იყოს, თუ კონტექსტში არ არის გაგებული. სექსუალური ენერგიის ზრდა ან სპონტანური აგზნება, რომელიც არ არის დაკავშირებული გარე სტიმულთან. ეს არ არის დარღვევა ან პრობლემა. სხეულის ენერგეტიკულ სისტემაში სექსუალური ენერგია, შემოქმედებითი ენერგია და სიუხვის ენერგია ერთი და იგივე ფუნდამენტური სასიცოცხლო ძალის გამოხატულებაა. როდესაც საკრალური ცენტრი იწყებს გახსნას, ყველა ეს გამოხატულება ერთად იზრდება. ნათელი სიზმრები, რომლებიც დაკავშირებულია წყალთან, ოკეანეები, მდინარეები, წვიმა, წყალდიდობა. წყალი პრაქტიკულად ყველა სიმბოლურ ტრადიციაში გაგებულია, როგორც არაცნობიერის და ემოციური ენერგიის ძირითადი მეტაფორა და მისი გამოჩენა სიზმრებში საკრალური აქტივაციის დროს თანმიმდევრული და ფართოდ გავრცელებულია. თეძოების მოძრაობის სპონტანური სურვილები, რხევა, წრეზე ტრიალი, ცეკვა. თეძოები და მენჯი საკრალური ცენტრის ფიზიკური მდებარეობაა და სხეულმა, საკუთარი ღრმა ინტელექტით, იცის, რომ ამ არეში მოძრაობა ხელს უწყობს ენერგეტიკულ გახსნას. ეს იმპულსები არ უნდა ჩახშობილ იქნას. მოძრაობა აჩქარებს გახსნას. მესამე ფიზიკური ნიშანი არის ეწოლის ან სისავსის შეგრძნება, არც მტკივნეული, არც არასასიამოვნო, მაგრამ მკაფიოდ წარმოდგენილი. ქვედა მუცლის შეცნობა, რომელიც აქამდე არ არსებობდა. მენჯის არეში რაღაცის გაფართოების შეგრძნება. დაოსურ ალქიმიაში ეს აღწერილია, როგორც მარგალიტის აგება, დახვეწილი ენერგიის დაგროვება ქვედადან ტიანში, სანამ ის ზემოთ ცირკულირებს სხეულის ენერგეტიკულ გზებში. თქვენ ინახავთ ძალას. და ამ დაგროვებას აქვს კონკრეტული და დაუყოვნებლივი პრაქტიკული შედეგი. როდესაც საკრალური ცენტრი იწყებს ამ დაგროვილი ენერგიით შევსებას, ქრონიკული გაჟონვები, რომლებიც მას აცლიდა, იწყებს დახურვას. თქვენ წყვეთ თქვენი ენერგიის არაცნობიერად გაცემას ისეთ გაცვლებში, რომლებიც არ გემსახურებათ. თქვენ წყვეთ ფასდაკლებების შეთავაზებას, რომელთა მიცემაც ნამდვილად არ გსურთ. თქვენ წყვეთ თანხმობის თქმას იმ პროექტებზე, რომლებიც ენერგიას გმატებენ და არა ცუდს. თქვენ წყვეთ ზედმეტად მუშაობას, რათა დაუმტკიცოთ თქვენი ღირებულება კლიენტებს ან დამსაქმებლებს, რომლებსაც ეს არასდროს დაუყენებიათ კითხვის ნიშნის ქვეშ. თქვენ მაგნიტური ხდებით და არა იფიტებით. და სწორედ მაშინ ხდება ეს ცვლილება, როდესაც წყვეთ გაჟონვას და იწყებთ დაგროვებას, ფული იწყებს რეაგირებას. პრაქტიკული შენიშვნა ყველასთვის, ვინც იწყებს ამ პრაქტიკებით მუშაობას და პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში არაფერს გრძნობს. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ გატეხილი ხართ ან რომ პრაქტიკები არ მუშაობს თქვენთვის. ეს თითქმის ყოველთვის 3-დან 1 რამეს ნიშნავს. პირველი დისოციაცია, ქრონიკული სტრესის ან დაუმუშავებელი ტრაუმის წლებმა შეიძლება ნამდვილად დააუკუღმართოს სომატური ცნობიერება იმ დონემდე, რომ სხეულის სიგნალები შეგნებულად არ რეგისტრირდება. თუ ეს ასეა, გამოსავალი არ არის საკრალური პრაქტიკების დაუყოვნებლივ გაძლიერება, არამედ პროცესის ადრეულ ეტაპზე დაწყება. სხეულის მარტივი სკანირება, 5 წუთი ყოველდღიურად ფეხებში, ხელებში, მუცელში შეგრძნებების შეგნებულად შემჩნევა, ინტეროცეფციის უნარის თანდათანობით აღდგენა, რაც ყველაფრის საფუძველია. მეორე, არასაკმარისი ინტენსივობა. ზოგიერთი ადამიანისთვის, ნაზი სუნთქვა უბრალოდ არ იწვევს საკმარის აქტივაციას წლების განმავლობაში დაგროვილი დაძაბულობისა და დაბუჟების დასაძლევად. ამ შემთხვევაში საჭიროა უფრო ძლიერი პრაქტიკა, კერძოდ ცეცხლის სუნთქვა, კუნდალინის ტრადიციიდან სწრაფი რითმული დიაფრაგმული სუნთქვა, რომელიც 3-დან 5 წუთამდე ვარჯიშობს. ეს ტექნიკა წარმოქმნის მნიშვნელოვან ენერგიას მუცლის ქვედა ნაწილში და აიძულებს შეგრძნებას ცნობიერებაში გადაიზარდოს ისე, რომ უფრო ნაზი პრაქტიკით ყოველთვის არ არის შესაძლებელი.
მესამე, კოგნიტური და არა სომატური ჩართულობა. თუ საკრალურ ცენტრზე ფიქრობთ, როგორც აბსტრაქტულ კონცეფციაზე, თეორიულად მას განცალკევებული პერსპექტივიდან წარმოიდგენთ, ვერაფერს იგრძნობთ, რადგან მას გონებრივად ეხებით და არა ფიზიკურად. გამოსავალი მარტივია. დაიდეთ ხელი მუცლის ქვედა ნაწილზე. იგრძენით ხელის გულის სითბო კანზე. შეისუნთქეთ ეს სითბო. პრაქტიკა გახადეთ ფიზიკური და დაუყოვნებლივი და არა კონცეპტუალური და შორეული. როგორც კი ფიზიკური შეგრძნებები დაიწყება, როგორც კი სითბო, პულსაცია ან სისავსე დაიწყება მუცლის ქვედა ნაწილში. გამოღვიძების შემდეგი ფენა გადადის ემოციურ და ფსიქოლოგიურ განზომილებაში. და სწორედ აქ ხდება ბევრი ადამიანის პირველი ნამდვილი აღიარება, რომ რაღაც ფუნდამენტურად შეიცვალა. არა იმიტომ, რომ წაიკითხეს ამის შესახებ ან უთხრეს, რომ ელოდნენ, არამედ იმიტომ, რომ ამჩნევენ, რომ ეს ხდება მათ რეაქციებში იმ სიტუაციებზე, რომლებმაც ადრე სრულიად განსხვავებული რეაქციები გამოიწვია. პირველი ემოციური ცვლილება არის ის, რაც ადამიანებს ზუსტად იმიტომ აოცებს, რომ ეს ასე ჩვეულებრივად გეჩვენებათ. თქვენ იწყებთ ფულის ხარჯვას საკუთარ თავზე დანაშაულის გრძნობის გარეშე. არა დაუფიქრებლად, არა იმპულსურად ან გარჩევის გარეშე. არამედ განზრახ, სიხარულით და ნაცნობი შინაგანი კომენტარის გარეშე, რომელიც გეუბნებათ, რომ ჯერ არ იმსახურებთ ამას, ან უნდა დაელოდოთ სანამ მეც მიიღებთ, სანამ საკუთარ თავს ამის უფლებას მისცემთ. თქვენ ყიდულობთ ხარისხიან ყავას. თქვენ ჯავშნით სხეულის მასაჟის სესიას. თქვენ ინვესტიციას დებთ კურსში ან გამოცდილებაში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გამართლების გარეშე შინაგანი კრიტიკოსის წინაშე, რომელიც ყოველთვის მოითხოვდა თქვენგან სიამოვნების მიღებას მის მიღებამდე. ეს უმნიშვნელოდ ჟღერს. ეს არ არის პატარა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი თქვენი ფულთან ურთიერთობის ნამდვილი ცვლილებისა, რადგან ისავლენს ცვლილებას თქვენს საბაზისო ვარაუდში დამსახურების შესახებ. საკრალური ცენტრი ერთდროულად მართავს სიამოვნებას და თვითშეფასებას და ეს ორი რამ არ არის განცალკევებული. ისინი ერთი და იგივეა, რაც გამოიხატება სხვადასხვა დონეზე. როდესაც საკრალური დაბლოკილია, თქვენი შეგნებული ფინანსური განზრახვების ზედაპირის ქვეშ მოქმედებს არაცნობიერი რწმენა, რომ თქვენ უნდა დაიმსახუროთ კარგად გრძნობის უფლება, რომ სიამოვნება არის ჯილდო, რომელიც გაიცემა საკმარისი მსხვერპლის შემდეგ, რომ თავად სიმარტივე რაღაცნაირად მორალურად საეჭვოა. ეს რწმენა დეფიციტის ენერგეტიკული ხელმოწერაა და ის ქმნის სპეციფიკურ და პრაქტიკულ პრობლემას. თქვენ არ შეგიძლიათ ნამდვილად მიიღოთ ფინანსური სიუხვე, სანამ თქვენი ნერვული სისტემა კონფიგურირებულია სიამოვნების უარყოფისთვის. რადგან ფული თავისი არსით გაფართოებული შესაძლებლობის ფორმაა, თავისუფლება, სიმარტივე, სიხარული, არჩევანი, უნარი თქვათ დიახ იმაზე, რაც მნიშვნელოვანია. თუ თქვენ არ შეგიძლიათ მიიღოთ მოკრძალებული სასიამოვნო გამოცდილება დანაშაულის გრძნობის გარეშე, თქვენი სისტემა არ არის კონფიგურირებული მნიშვნელოვანი ფინანსური ნაკადის მისაღებად. დანაშაულის გრძნობა არ არის მცირე ემოციური უხერხულობა. ეს არის სიტყვასიტყვით ენერგეტიკული ბლოკი, სიგნალი, რომელსაც თქვენი სხეული აგზავნის, რომელიც ამბობს, რომ მიღება უსაფრთხო არ არის, რომ სიამოვნება არ არის დაშვებული, რომ რაღაცის გადახდაა საჭირო, სანამ რაიმეთი დატკბებით. როდესაც საკრალური ნამდვილად იხსნება, ეს დანაშაულის გრძნობა არ მცირდება ნებისყოფის ან პოზიტიური აზროვნების მეშვეობით. ის იშლება. არა იმიტომ, რომ თავი აარიდეთ ამას, არამედ იმიტომ, რომ თქვენი ნერვული სისტემა ხელახლა დაკალიბრდა ცნობიერი აზროვნების დონეზე დაბლა. ფიზიოლოგიური მდგომარეობა კორტიზოლით გამოწვეული შეკუმშვიდან ოქსიტოცინით გამოწვეულ გაფართოებაზე გადავიდა. და ამ გაფართოებული მდგომარეობიდან ხავის ფინჯანით ტკბობის გამო დანაშაულის გრძნობის იდეაც კი ისეთივე დამაბნეველი ხდება, როგორც ეს იქნებოდა ბავშვისთვის, რომელსაც არასდროს უსწავლია, რომ სიამოვნებას გამართლება სჭირდება. ხელახლა დაკალიბრება რეალურია. მისი შვება რეალურია და მისი შედეგები ფინანსური შემოსავლისთვის პირდაპირი და დაუყოვნებელია. მეორე ემოციური ნიშანი არის ის, რაც მხოლოდ სიმსუბუქეთ შეიძლება აღიწეროს, იმ სპეციფიკური წონის შემცირება, რომელსაც ფინანსური სტრესი ქმნის სხეულსა და გონებაში. ეს არ არის უარყოფა. ეს არ არის სულიერი გვერდისავლა, სადაც გადაწყვეტ, რომ ფინანსური საზრუნავი არ არსებობს, მათი იძულებითი პოზიტივის ფენაში შეფუთვით. გადასახადები კვლავ არსებობს. მიზნები კვლავ რეალურია. ფინანსური ცხოვრების პრაქტიკული გამოწვევები არაორთქლებულა. მაგრამ ამ რეალობებისადმი თქვენი დამოკიდებულების ხარისხში რაღაც შეიცვალა. მათში ჩაძირვის ნაცვლად, ფინანსური საფრთხის მუდმივი ფონური ხმაურის ნაცვლად, რომელიც იმდენად ნაცნობი გახდა, რომ აღარ აღიქმება უჩვეულოდ, თქვენ მათ ზემოთ დივდივებთ, რომ ნათლად ორიენტირდეთ.
ამის ნეირომეცნიერება მარტივი და კარგად დოკუმენტირებულია. როდესაც საკრალური ცენტრი დაბლოკილია, როდესაც სხეული ქრონიკული გადარჩენის რეჟიმში მუშაობს, ამიგდალა ტვინის საფრთხის აღმოჩენის ცენტრი მუდმივი დაბალი დონის აქტივაციის მდგომარეობაშია. სხეული ფინანსურ უკმარისობას გადარჩენის საფრთხედ აღიქვამს, რაც ფიზიოლოგიური თვალსაზრისით ფიზიკური საფრთხის ეკვივალენტურია. სტრესის ჰორმონები, კორტიზოლი, ადრენალინი, რომლებიც შექმნილია მწვავე საგანგებო სიტუაციებისთვის, ამის ნაცვლად განუწყვეტლივ მუშაობენ. და ამ მდგომარეობაში ტვინის შემოქმედებითი, გვერდითი, შესაძლებლობებზე ორიენტირებული აზროვნების უნარი, რომელიც რეალურად წარმოქმნის ფინანსურ გადაწყვეტილებებს, მკვეთრად დაქვეითებულია. გააფს 2017 წლის კვლევა მაჩვენა, რომ ფიზიოლოგიურად მოდუნებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები 27%-ით უფრო მეტად არიან მიდრეკილნი პრობლემების ახალი გადაწყვეტილებების აღმოჩენისკენ, ვიდრე სტრესის გააქტიურების მდგომარეობაში მყოფი ადამიანები. ეს არ არის უმნიშვნელო განსხვავება. პრობლემების გადაჭრის უნარის 27%-ით გაუმჯობესება, რაც ხელმისაწვდომია უბრალოდ ფიზიოლოგიური საფრთხის რეაქციიდან ფიზიოლოგიურ უსაფრთხოებაზე გადასვლით. თქვენ ვერ შეძლებთ სიმდიდრისკენ ფიქრს, სანამ თქვენი სხეული პანიკის რეჟიმშია. სიმარტივე, რომელიც საკრალურ გახსნას მოჰყვება, არა მხოლოდ სასიამოვნოა. ეს არის კოგნიტური უნარის გახსნა, რომელსაც გადარჩენის რეჟიმი თრგუნავს. ეს არის ცდომა თქვენი გონების იმ ნაწილზე, რომელსაც რეალურად შეუძლია დაინახოს ის, რაც უხილავი იყო, როდესაც შიში დომინირებდა. მესამე ემოციური ცვლილება და ეს არის ის, რასაც ადამიანები, ვინც ეს განიცადა, ყველაზე ტრანსფორმაციულად აღწერენ, არის იმის გაჩენა, რასაც შეიძლება ეწოდოს სურვილი სასოწარკვეთის გარეშე. თქვენ კვლავ გსურთ. თქვენ კვლავ გაქვთ ამბიციები, მიზნები, განზრახვები, ნამდვილი ორიენტაცია იმის მიმართ, რასაც აშენებთ და ქმნით. მაგრამ სურვილმა შეიცვალა თავისი ხარისხი. ის აღარ ატარებს იმ ადამიანის მჭიდრო, მიმზიდველ, ახლა უნდა მოხდეს ენერგიას, რომლის კარგის გრძნობა დამოკიდებულია კონკრეტულ შედეგზე, რომელიც კონკრეტულ ვადებში მოდის. სურვილი გახდა სუფთა. თქვენ გსურთ, მაგრამ არ ხართ დამოკიდებული. თქვენ აპირებთ, მაგრამ არ ხართ მიჯაჭვული. თქვენ სრულად ერთვებით შექმნის პროცესში და ამავდროულად შედეგს თავისუფლად ინახავთ. ეს არის ვუვეის დაოსური პრინციპი. ძალისხმევის გარეშე მოქმედება, უფრო ზუსტად მოქმედება, რომელიც სრულ თანხვედრაშია საგნების ბუნებრივ დინებასთან და არა მის წინააღმდეგ. და ეს არ არის პასიური მდგომარეობა. ადამიანები, რომლებიც ვუვეის განსახიერებენ, ხშირად ღრმად პროდუქტიულები, შემოქმედებითად ჩართულები და ძალიან ეფექტურები არიან. ისინი არ არიან სასოწარკვეთილება. და სასოწარკვეთა იმ ადამიანის ენერგეტიკული ხელმოწერა, რომელსაც სჭირდება კონკრეტული შედეგი, რათა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, არის ერთ-ერთი ყველაზე საიმედოდ ამასძენი სიხშირე ადამიანური ენერგიის მთელ სპექტრში. არა როგორც მორალური განსჯა, არამედ როგორც პრაქტიკული დაკვირვება იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებენ ადამიანები და შესაძლებლობები. წარმოიდგინეთ შეხვედრა ისეთ ადამიანთან, რომელსაც სჭირდება, რომ თქვენ მოგეწონოთ. თავად მოთხოვნილება ქმნის თითქმის უნებლიე იმპულსს, რომ გაიქცეთ. არა იმიტომ, რომ თქვენ მათ ცუდი გსურთ, არამედ იმიტომ, რომ სასოწარკვეთა ავრცელებს ნაკლებობისა და უკმარისობის სიხშირეს, რომელსაც თქვენი ნერვული სისტემა აღრიცხავს და სიფრთხილით რეაგირებს. ფულიც იგივე პრინციპით მოქმედებს. როდესაც თქვენი ენერგია მაუწყებს, რომ ეს უნდა მქონდეს, რათა თავი მთლიანად ვიგრძნო, თქვენ სიხშირის დონეზე ადასტურებთ, რომ ჯერ კიდევ არ ხართ მთლიანები. სამყარო, ან თქვენი ბადისებრი გააქტიურების სისტემა, თუ წმინდა ნეირომეცნიერულ ენას ანიჭებთ უპირატესობას, რეაგირებს დადასტურებულ მდგომარეობაზე, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მთლიანები, მასთან თავსებადი გამოცდილების მიწოდებით. როდესაც საკრალური იხსნება და სურვილი სუფთა ხდება, როდესაც შეგიძლიათ სრულად მოისურვოთ სასოწარკვეთილი საჭიროების გარეშე, თქვენი ენერგია ასხივებს სრულიად განსხვავებულ რამეს. ის ასხივებს, რომ მე უკვე დასრულებული ვარ და ღია ვარ მეტისთვის. ეს სიგნალი მაგნიტურია. ის იზიდავს და არა გიზიდავს. ის იწვევს და არა მოითხოვს. და ის, რასაც ის იწვევს, პრაქტიკული თვალსაზრისით, არის გამოღვიძების მესამე ეტაპი. გარე სინქრონულობა. გარეგანი ნიშნებია ის, რაც სკეპტიკოსებს აფიქრებინებს და მორწმუნეებს გამართლებულად აგრძნობინებს თავს. სწორედ ეს ნიშნები აიძულებს რაციონალურ ადამიანებს ჩუმად დაფიქრდნენ. ხდება თუ არა ისეთი რამ, რისი სრულად ახსნაც მათ არსებულ ჩარჩოებს არ შეუძლიათ. და ისინი ყურადღებით შესწავლის ღირსია, რადგან მათი მკაფიოდ გაგება, როგორც მათი ფსიქოლოგიური, ასევე მათი ენერგეტიკული განზომილებების გაგება, არის ის, რაც საშუალებას გაძლევთ შეგნებულად მიიღოთ მონაწილეობა მათში და არა უბრალოდ გაოცდეთ მათგან.
ყველაზე გავრცელებული და ყველაზე უშუალო გარეგანი ნიშანი მოულოდნელი ფულია. არა ლატარიის მოგება. არა დრამატული შემოსავლები, რომლებიც დამაკმაყოფილებელ ისტორიებს შექმნიდა, მაგრამ სტატისტიკურად დაუჯერებელია. მცირე, თანმიმდევრული და კონკრეტულად მოულოდნელი ნაკადები. დავიწყებული გადასახადის დაბრუნება. 2 წლის წინანდელი კლიენტი, რომელიც მოულოდნელად გიგზავნით შეთხობინებას და გეკითხებით, ხართ თუ არა ხელმისაწვდომი პროექტისთვის. მე პატრონე, რომელიც მოულოდნელად გთავაზობთ შემცირებულ განაკვეთს. ძველი ქურთუკის ჯიბეში ან ძველ ანგარიშზე ნაპოვნი ფული. მეგობარი, რომელიც იხდის სესხს, რომელიც გონებაში ჩამოწერილი იყო. პატარა, დიახ. მაგრამ მათი ნიმუში მრავალი მცირე მოულოდნელი შემოდინება შეკუმშულ ვადებში არის ის, რაც სიგნალს ატარებს. წმინდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მოვლენების ნაწილი ყურადღების კონცენტრირებაა. როდესაც საკრალური იხსნება, თქვენ ნაკლებად დისოცირდებით გარემოსგან. თქვენი ბადისებრი გააქტიურების სისტემა, ტვინის ფილტრი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა ადის სენსორული ინფორმაციის მუდმივი ნაკადიდან შეგნებულ ცნობიერებამდე, ხელახლა დაკალიბრებულია მიმღებლობისკენ. ფული და შესაძლებლობები, რომლებიც ობიექტურად იყო წარმოდგენილი, მაგრამ თქვენი ცნობიერების ზღურბლზე დაბალი იყო, ახლა რეგისტრირდება. ეს რეალურია და მნიშვნელოვანია. მაგრამ ეს არ არის მთლიანი სურათი. ენერგეტიკული თვალსაზრისით რაღაც დამატებითი ხდება. როდესაც საკრალური ცენტრი იხსნება, არაცნობიერი ბლოკირებისა და უარყოფის ქცევები, რომლებიც მოქმედებდა შეგნებული ცნობიერების ქვემოთ, იწყებს შემცირებას. დაბლოკილი საკრალურიდან და გადარჩენის სიხშირიდან მოქმედებისას, ადამიანების უმეტესობა არაცნობიერად უარყოფს იმ სიუხვის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც მათ მიღწევას ცდილობს. ისინი წაიკითხავენ ელ წერილს. ავტომატურად ამბობენ უარს შეთავაზებებზე მათ განხილვამდე. თავს არიდებენ საუბარს, რომელიც შესაძლებლობამდე მიგვიყვანდა. ისინი პასუხობენ დექეს უარყოფით, რაც ბლოკავს კავშირს მის განვითარებამდე. ეს უარყოფები არ არის შეგნებული გადაწყვეტილებები. ეს არის ნერვული სისტემის მიერ წარმოქმნილი ავტომატური რეაქციები, რომელიც გაწვრთნილია ისე, რომ მიღებას საფრთხესთან, ვალდებულებასთან, კონტროლის დაკარგვასთან ან სხვა საფრთხესთან აკავშირებს. როდესაც საკრალური იხსნება, ეს ავტომატური უარყოფები იწყებს გაქრობას. ადამიანი პირდაპირი გაგებით მისაღები ხდება. და ნაკადები, რომლებიც ყოველთვის ცდილობდნენ მათ მიღწევას, იწყებენ მოსვლას. როდესაც თქვენს ცხოვრებაში ეს პატარა, მოულოდნელი ფულადი ნაკადები ჩნდება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუ როგორ რეაგირებთ მათზე. თუ თქვენ იღებთ მცირე, მოულოდნელ რაოდენობას და თქვენი დაუყოვნებლივი შინაგანი რეაქცია არის, რომ ეს საკმარისი არ არის, თქვენ ენერგიულად უარს ამბობთ სიგნალზე, რომელსაც სამყარო ან თქვენივე ცვალებადი სიხშირე გიგზავნით. თქვენ ადასტურებთ ძველ ნაკლებობას, ვიდრე აღიარებთ სიუხვის ახალ ნიმუშს. შესაბამისი რეაქცია და ეს არ ეხება მადლიერების, როგორც ტექნიკის შესრულებას, არამედ იმის გულწრფელად აღიარებას, თუ რას წარმოადგენს მცირე შემოდინება, არის ზეიმი. არა გაზვიადებული ზეიმი, არამედ ნამდვილი აღიარება. რაღაც მოძრაობს. არხი იხსნება. მეტი მოდის. ეს პატარა ნაკადი წვიმის პირველი წვეთია, რომელიც იწყება. მეორე გარეგანი ნიშანი არის თქვენსკენ მიმართული სპონტანური კეთილშობილება. ადამიანები გაცემას იწყებენ, არა იმიტომ, რომ თქვენ სთხოვეთ, არა იმიტომ, რომ მანიპულირებდით ან საკუთარი თავი მიღების პოზიციაზე დააყენეთ. არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ სურთ. მეგობარი ვახშამს მხოლოდ იმიტომ ყიდულობს. ოჯახის წევრები ფულს უგზავნიან მარტივი ახსნა განმარტებით, რომ თქვენ მათზე ფიქრობდით. ვიღაც დამატებით ბილეთს სთავაზობს ღონისძიებაზე, რომელზეც თქვენ ახსენეთ, რომ დასწრება სურდათ. მეზობელი ავეჯს სთავაზობს, რომელიც აღარ სჭირდებათ. კოლეგა თქვენს ნამუშევარს თავის ქსელს უბრალოდ იმიტომ უზიარებს, რომ თავად გადავიდა იქ. ეს არ არის გათვლილი გაცვლა. ეს არის ნამდვილი იმპულსის გამოხატულება. რაც ხდება არის ის, რომ თქვენი ენერგია შეიცვალა ისე, როგორც სხვა ადამიანები გრძნობენ. ხშირად ვერ ახერხებენ იმის გამოხატვას, თუ რაზე რეაგირებენ. როდესაც თქვენი საკრალური ნაწილი დაბლოკილია და თქვენ მოქმედებთ საჭიროებისა და დეფიციტის სიხშირით, თქვენს გარშემო მყოფი ადამიანები აფიქსირებენ რაღაცას. უმეტეს შემთხვევაში არა შეგნებულად, არამედ გრძნობის დონეზე, რაც თქვენთვის გაცემას ვალდებულებად აქცევს. თითქოს ეს არასდროს იქნება საკმარისი, თითქოს ის ხსნის უძირო ჯას, რომლის შესავსებადაც მათ არ აქვთ რესურსები. როდესაც თქვენი საკრალური ნაწილი იხსნება და თქვენი ენერგია გადადის, მე უკვე მთლიანი ვარ. ზედა ვაფასებ იმას, რაც ჩემკენ მოედინება, თქვენთვის გაცემა ნამდვილად სასიამოვნოა.
ეს დამაკმაყოფილებელი შეგრძნებაა და არა დამღლელი. თქვენი ენერგია აღარ ამბობს შემავსე, რადგან მაგლია. ის ამბობს მადლობა, რადგან ვიღებ. და ადამიანები ბუნებრივად იზიდავენ გაცემას იმ ადამიანისთვის, ვისი მიღებაც სუფთა, მადლიერი და მთლიანია და არა სასოწარკვეთილი და უძირო. მესამე გარეგანი ნიშანი არის შესაძლებლობების გამოჩენა, რომლებიც თქვენ კონკრეტულად არ გიძებნიათ, ან არ გიპროექტებიათ. მოწვევა საუბრისთვის, თანამშრომლობისთვის ან წვლილის შესატანად, რომელიც მოულოდნელი არხებით მოდის. ადამიანი, რომელიც შორიდან აკვირდებოდა თქვენს მუშაობას, კონტაქტს ზუსტად საჭირო მომენტში ამყარებს. საჯარო სივრცეში მოსმენილი საუბარი იწვევს კავშირს, რომელიც მნიშვნელოვან ხასიათს იღებს. შეთხობინება, რომელიც იწყება როგორც მცირე საუბარი, კონტრაქტად გარდაიქმნება. ამ პერიოდში გახსნილი კარები ხასიათდება კონკრეტული თვისებით. ისინი არ გრძნობენ თავს იძულებით. ისინი აღიარებას ჰგვანან. როგორც სწორი ნივთები, სწორი ადამიანის პოვნა სწორ დროს, რადგან სწორი ადამიანი საბოლოოდ გახდა მათთვის ხილული. როდესაც თქვენი საკრალური სისტემა დაბლოკილია, შეგიძლიათ იყოთ ნამდვილად ნიჭიერი, ჭეშმარიტად შრომისმოყვარე, ჭეშმარიტად იმსახურებდეთ თქვენთვის სასურველ შესაძლებლობებს და მაინც იმოქმედოთ იმ სიხშირეზე, რომელიც ეფექტურად უხილავს გხდით ამ შესაძლებლობებისთვის. არა უხილავი პირდაპირი გაგებით, არამედ უხილავი იმ გაგებით, რომ ენერგეტიკული შესაბამისობა არ არსებობს. შესაძლებლობა ავრცელებს ერთ სიხშირეს, თქვენ კი მეორეს და ორი სიგნალი არ რეზონანსდება. როდესაც თქვენი საკრალური სისტემა იხსნება და თქვენი სიხშირე გადადის ჭეშმარიტი მზადყოფნის, ჭეშმარიტი მიმღებლობის, ჭეშმარიტი მთლიანობისკენ, ღია მეტისთვის რეზონანსი შესაძლებელი ხდება. იგივე ადამიანი, რომელიც ასრულებს იმავე ხარისხის სამუშაოს, მოულოდნელად ხდება პოვნადი, მოულოდნელად ხდება მაგნიტური, მოულოდნელად იწყებს გამოჩენას სწორ ადგილებში სწორ დროს, არა იმიტომ, რომ შეიცვალა მისი გარეგანი გარემოებები, არამედ იმიტომ, რომ შეიცვალა მისი შინაგანი მაუწყებლობა. ახლა მოდით განვიხილოთ პრაქტიკული კითხვა, თუ რა უნდა გააკეთოთ, როდესაც შინაგან სამუშაოს ასრულებთ. განიცდით ზოგიერთ შინაგან ნიშანს, მაგრამ გარეგნულად ჯერ არაფერი შეცვლილა. ეს მნიშვნელოვანი და ხშირად იმედგაცრუების მომგვრელი ფაზაა, რომელიც ცარიელ დარწმუნებაზე მეტად გულწრფელ ჩართულობას იმსახურებს. ყველაზე გავრცელებული მიზეზი უბრალოდ დროა. შინაგანი ცვლილებები ყოველთვის წინ უსწრებს გარე შედეგებს. გარე სამყარო არ არის ეთბოჯრეკ. ის 48 საათში არ იძლევა შედეგს. როდესაც თქვენ ნამდვილად ცვლით თქვენს შინაგან სიხშირეს, გარე რეალობას, რომელიც თქვენს წინა სიხშირეზეა აგებული, რეორგანიზაციისთვის დრო სჭირდება. ახალი ადამიანები უნდა შემოვიდნენ თქვენს ორბიტაზე. არსებულმა ადამიანებმა განსხვავებულად უნდა უპასუხონ ახალ შენს. შესაძლებლობებმა, რომლებმაც ადრე ვერ გიპოვეს, უნდა იპოვონ თქვენი ადგილი. ამას დრო სჭირდება. მინიმალური რეალისტური მოლოდინია 3-დან 4 კვირამდე თანმიმდევრული. ნამდვილი შინაგანი პრაქტიკა, სანამ გარეგანი დადასტურება რაიმე თანმიმდევრულობით არ დაიწყება. თუ ამას 2 კვირა აკეთებთ და გარეთ ჯერ არაფერი ხდება, ეს არ არის იმის მტკიცებულება, რომ პრაქტიკა არ მუშაობს. ეს ნორმალურია. მეორე გავრცელებული მიზეზი არის შინაგან გრძნობასა და გარეგან მოქმედებას შორის არსებული ხარვეზი. თავს უფრო მსუბუქად გრძნობ, მაგრამ მაინც მალავ შენს საქმეს. თავს უფრო ღირსეულად გრძნობ, მაგრამ ფასები არ გაგიზრდია. თავს უფრო უხვად გრძნობ, მაგრამ ყველა ფინანსურ გადაწყვეტილებას მაინც დეფიციტის პირობებში იღებ. საკრალური აქტივაცია გაძლევს საწვავს ენერგეტიკულ, ემოციურ და ფიზიოლოგიურ უნარს დინებისთვის. მაგრამ მაინც გიწევს მანქანის მართვა. შინაგანი ცვლილება ქმნის გარეგანი ცვლილებების პირობებს, მაგრამ გარეგანი ცვლილება მოითხოვს, რომ რეალურად განსხვავებულად იმოძრაოთ სამყაროში შინაგანი ცვლილების საპასუხოდ. თუ შინაგანი და გარეგანი შეუსაბამო რჩება, თუ თქვენი შინაგანი მდგომარეობა ამბობს თქი, და თქვენი გარეგანი ქცევა კვლავ ამბობს ჩარა, სამყარო იღებს შერეულ სიგნალს და ელოდება განმარტებას. მესამე გავრცელებული მიზეზი მცირე ნიშნებზე უარის თქმაა. თუ ფული მცირე, მოულოდნელი რაოდენობით მოდის და თქვენ მას უაზროდ მიიჩნევთ, ენერგიულად კეტავთ ონკანს, რომელიც იწყებდა გახსნას. სამყარო, ან თქვენი საკუთარი ენერგეტიკული ველი, ან თქვენი ბადისებრი გააქტიურების სისტემა, თქვენთვის სასურველი ჩარჩოდან გამომდინარე, ამოწმებს მიმღებლობას მცირე რაოდენობით, სანამ უფრო დიდ ნაკადებს გამოუშვებს. ეს არ არის სახირება. ეს არის პრინციპი, რომელიც შეინიშნება ადამიანის გამოცდილებაში მრავალ სფეროში. ჩვენ დიდ შემოთავაზებებამდე მცირე მოწვევებს ვაძლევთ. ღრმა შემოთავაზებებამდე კავშირის მცირე ჟესტებს ვაკეთებთ.
მნიშვნელოვან შესაძლებლობებამდე მოკრძალებულ შესაძლებლობებს ვთავაზობთ. როდესაც ეს მცირე შეთავაზებები მიიღება გულწრფელი მადლიერებით, ურთიერთობა ღრმავდება და ნაკადები იზრდება. როდესაც ისინი არასაკმარისად არის უარყოფილი, მიღებული გზავნილი არის ის, რომ ეს ადამიანი ჯერ კიდევ არ არის ნამდვილად მისაღები და ნაკადი შესაბამისად მცირდება. ახლა გადავიდეთ ყველაფრის ყველაზე პრაქტიკულ განზომილებაში, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. 21 დღიანი პროტოკოლი, რომელიც ამ პრინციპებს გაგებიდან განსახიერებულ გამოცდილებაში გადახავს. რადგან საკრალური ცენტრის ინტელექტუალურად გაგება, იმის ცოდნა, თუ რას მართავს ის, იმის ცოდნა, თუ როგორია მისი გახსნის ნიშნები, ფიზიოლოგიური და ენერგეტიკული მექანიზმების ცოდნა, დასაწყისია და არა დასრულება. დასრულება არის თანმიმდევრული ყოველდღიური პრაქტიკა, რომელიც რეალურად ცვლის ნერვულ სისტემას, აახლებს სხეულის ნაგულისხმევ სიხშირეს და ქმნის მდგრად პირობებს ნამდვილი ფინანსური ნაკადისთვის. რატომ კონკრეტულად 21 დღე? იმიტომ, რომ ნეირომეცნიერება მუდმივად დაახლოებით 3 კვირას განსაზღვრავს, როგორც მინიმალურ დროს, რომელიც საჭიროა ახალი ნერვული გზის ჩამოყალიბების დასაწყებად, ნიმუშის ძალისხმევისა და უცნობიდან გარკვეულწილად ავტომატურ და ხელმისაწვდომზე გადასატანად. თქვენი ნერვული სისტემა ბევრ შემთხვევაში ათწლეულების განმავლობაში ამუშავებს თავის ამჟამინდელ პროგრამირებას. პროგრამირება, რომელიც ამბობს, რომ ნაკლებობა ნაგულისხმევია, რომ გადარჩენის რეჟიმი ნორმალურია, რომ მიღება საშიში ან დაუმსახურებელია. თანმიმდევრული ყოველდღიური ვარჯიშის 3 კვირა საკმარისი არ არის ათწლეულების განმავლობაში განპირობებული მდგომარეობის სრულად გადასაწერად. მაგრამ ეს საკმარისია ახალი გზის საკმარისად ნათლად დასადგენად. რათა ის საიმედოდ ხელმისაწვდომი გახდეს და ძველი გზა დაიწყოს თავისი ავტომატური დომინირების დაკარგვა. პროტოკოლი სტრუქტურირებულია 3 კვირაზე. თითოეულს აქვს კონკრეტული მიზანი და პრაქტიკის კონკრეტული ნაკრები. პროგრესირება განზრახულია, არა თვითნებური. პირველი კვირა აქტივაცია, მეორე კვირა გაძლიერება, მესამე კვირა გადაცემა. თითოეული ეფუძნება წინას და კომბინაცია წარმოქმნის ისეთ რამეს, რისი წარმოქმნაც არცერთს არ შეეძლო ცალ-ცალკე. პირველ კვირაში მიზანია უბრალოდ საკრალური ცენტრის გაღვიძება. თქვენი შეგნებული ცნობიერებისა და თქვენი სხეულის ამ რეგიონს შორის კავშირის აღდგენა, რომელიც შესაძლოა წლების განმავლობაში დაბუჟებული ან იგნორირებული იყო. ამ პირველი 7 დღის დილის პრაქტიკას 10 წუთი სჭირდება. თქვენ კომფორტულად ზიხართ, ორივე ხელს მუცლის ქვედა ნაწილზე იდებთ და ღრმად ისუნთქავთ ხელებში. სუნთქვას არ ასრულებთ, არამედ ხოველი ჩასუნთქვისას გრძნობთ, როგორ ფართოვდება თქვენი მუცელი ხელისგულებთან მიმართებაში. ხოველი ჩასუნთქვით, თქვენ ცნობიერებას ჯიპიდან დაახლოებით 2 ინჩით ქვემოთ მიიყვანთ და წარმოიდგენთ, ან უბრალოდ გეგმავთ. ამ ადგილას ნარინჯისფერი სინათლის თბილ, მანათობელ სფეროს. ხოველი ჩასუნთქვისას სფერო უფრო ნათელი ხდება. ხოველი ამოსუნთქვისას ის ფართოვდება. 5 წუთი სუნთქვაზე ორიენტირებული ცნობიერების, შემდეგ 3 წუთი ცეცხლის სუნთქვა. ცხვირით სწრაფი რითმული სუნთქვა მუცლის აქტიური მოძრაობით, შემდეგ 2 წუთი სრული უძრაობა. უბრალოდ შეამჩნიეთ ნებისმიერი შეგრძნება მათი ანალიზისა და შეფასების გარეშე. პირველი კვირის საღამოს ვარჯიში 5 წუთია დღიურის ჩაწერაში. კითხვა მარტივია, რა მივიღე დღეს? არა მხოლოდ ფული. ნებისმიერი რამ. კომპლიმენტი. სიკეთის აქტი. მოულოდნელი სიმშვიდის მომენტი. ლამაზი რამ, რაც შევნიშნე. პატარა მოულოდნელი სიამოვნება. დაწერეთ მინიმუმ 3 რამ, რაც არ უნდა უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ. დაასრულეთ წერილობითი განცხადებით. მე ღია ვარ მეტის მისაღებად. ეს პრაქტიკა არ არის ტრივიალური. ეს არის თქვენი ტვინის ყურადღების ფილტრების, კერძოდ, ბადისებრი გააქტიურების სისტემის წვრთნა, რათა სკანირება გაუკეთოს მიღების მტკიცებულებებს და არა ნაკლებობას. რაზეც თქვენ ავარჯიშებთ თქვენს ტვინს, ის კიდევ უფრო მეც პოულობს. წვრთნეთ იგი შეგნებულად. მეორე კვირაში მიზანი გააქტიურებიდან გაძლიერებაზე გადადის. დილის ვარჯიში 15 წუთამდე გრძელდება. თქვენ ასრულებთ პირველი კვირის ვარჯიშს და შემდეგ ამატებთ ისეთ რამეს, რასაც ადამიანების უმეტესობა მნიშვნელოვნად არასაკმარისად აფასებს პრაქტიკულ ძალაში მოძრაობას. ცეცხლის სუნთქვის შემდეგ დგებით, ხელებს მუცლის ქვედა ნაწილში იდებთ და იწყებთ თეძოების ნელ, განზრახ წრიული მოძრაობით მოძრაობას. 1 წუთის განმავლობაში საათის ისრის მიმართულებით. 1 წუთის განმავლობაში საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. მოძრაობისას შინაგანად იმეორებთ, არა როგორც მექანიკური დადასტურება, არამედ როგორც გრძნობადი აღიარება. მე ვარ სიუხვის არხი. ფული ადვილად მიედინება ჩემკენ. მოძრაობა არ არის დეკორაცია.
თეძოების მოძრაობა პირდაპირ შეესაბამება საკრალური ცენტრის გახსნას. თეძოებსა და მენში დაძაბულობა საკრალური ბლოკადის ერთ-ერთი ძირითადი ფიზიკური გამოხატულებაა, დაგროვილი სტრესი. ძველი ემოციური ნიმუშები და სიმცირის პროგრამირება ამ რეგიონში კუნთების დაძაბულობის სახით ინახება. თეძოების მოძრაობა ათავისუფლებს ამ დაძაბულობას და აჩქარებს ენერგეტიკულ გახსნას ისე, რომ მხოლოდ სუნთქვითი ვარჯიში სრულად ვერ აღწევს. მეორე კვირის განმავლობაში თქვენ ამატებთ 2 წუთიან შუადღის ვარჯიშს. როდესაც ფული გიტრიალებთ თავში, ანგარიშ ფაქტურაზე, შენაძენზე, მისწრაფებაზე, ფინანსურად დაკავშირებულ ნებისმიერ რამეზე. დაიდეთ ხელი მუცელზე, სამჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და შინაგანად თქვით, მზად ვარ მივიღო. ფულთან დაკავშირებული ფიქრების ავტომატური სტრესული რეაქციის ეს მოკლევადიანი შეწყვეტა იწყებს პირობითი შიშის შეკუმშვის პირობითი გახსნილობის გაფართოებით ჩანაცვლებას. მცირე პრაქტიკა, მნიშვნელოვანი კუმულაციური ეფექტი. მეორე კვირაში საღამოს დღიურის წერა პირველი კვირის პრაქტიკას კითხვას უმატებს. რაში დავხარჯე ფული დღეს, რამაც სიხარული მომიტანა? თუნდაც ეს მხოლოდ ხავა ყოფილიყო, ჩაიწერეთ. აღნიშნეთ ეს. თქვენ ქმნით ნეირონულ კავშირს ხარჯვასა და სიამოვნებას შორის და არა ხარჯვასა და დანაშაულის გრძნობას შორის, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაკეთებაა იმ ადამიანისთვის, ვისი საკრალური სისტემაც დეფიციტისგან მოქმედებდა. ფული, რომელიც სიხარულის მეშვეობით ცირკულირებს, ნაკადს კვებავს. ფული, რომელიც დანაშაულის გრძნობის მეშვეობით ცირკულირებს, ადასტურებს ნაკლებობას. მესამე და ბოლო კვირაში მიზანი გადაცემაა. თქვენი ახალი სიხშირის ისეთ ანმიმდევრულად და ნათლად გადაცემა, რომ გარე სამყარომ გულწრფელად დაიწყოს რეაგირება. დილის პრაქტიკა 20 წუთი გრძელდება. მეორე კვირის ვარჯიშს ასრულებთ და შემდეგ 5 წუთს ამატებთ იმას, რასაც შეიძლება მიღების ვიზუალიზაცია ვუწოდოთ. თეძოების წრიული ვარჯიშების შემდეგ ისევ ჯდებით, ხუჭავთ თვალებს და უშვებთ, არა ძალით, არა შექმნით, არამედ უშვებთ თქვენი მიღების სურათის გაჩენას. გადახდის მიღება. ჩეკი თქვენს ხელში. შეთხობინება თქვენს ტელეფონზე გადარიცხვის დამადასტურებელი. ხელის ჩამორთმევა, რომელიც ასრულებს შეთანხმებას. ნებისმიერი სურათი, რომელიც ბუნებრივად მოდის. თქვენ მას გარედან არ ქმნით. თქვენ უბრალოდ ქმნით შინაგან პირობებს მის გამოსავლენად და შემდეგ გრძნობთ, თუ როგორია ამ მომენტში განცდა. შვება, კმაყოფილება, მშვიდი სიხარული, დიახ, ეს რეალურია, ეს ჩემია. მესამე კვირის განმავლობაში თქვენ ვარჯიშობთ ყველა პატარა გამარჯვების შემჩნევაში. ყველა დოლარი, ყველა შესაძლებლობა, ყველა კეთილი ჟესტი, ყველა მოულოდნელი სიმარტივე და ვერბალურად რეაგირებთ მასზე თუნდაც მარტო. ხმამაღლა მადლობას ამბობთ. არა როგორც შესრულება, არამედ როგორც ნამდვილი აღიარება. ეს პრაქტიკა ავარჯიშებს twins, რომ ელოდოს სიუხვეს და არა მუდმივად გაოცდეს მისგან. სიუხვის მუდმივი მოლოდინი თავად არის იმ რეცეპტული სიხშირის ფორმა, რომელსაც თქვენ აშენებთ. მესამე კვირის საღამოს ვარჯიში 10 წუთამდე გრძელდება. სამი კითხვა: რა მივიღე დღეს, რა შესაძლებლობაზე ვთქვი დიახ დღეს და რისთვის ვარ გულწრფელად მადლიერი, რაც 1 წლის წინ ჩემს ცხოვრებაში არ არსებობდა. ყოველ საღამოს საბოლოო წერილობითი განცხადება: მეტი მოდის. მე მზად ვარ. 21 დღის ბოლოს, თუ პრაქტიკა ნამდვილად იყო ჩართული და არა მექანიკურად შესრულებული, თუ სუნთქვა იყო ნამდვილი სუნთქვა, თუ მოძრაობა იყო ნამდვილი მოძრაობა, თუ გრძნობა იყო ნამდვილი გრძნობა და არა შესრულებული გრძნობა, რაღაც შეიცვლება, რაც პირველ რიგში თავად პროტოკოლის შედეგი არ არის. პროტოკოლი არის საშუალება. ის გაცვდით ხელახლა დაკალიბრებულ ნერვულ სისტემას. სხეულს, რომელმაც 3 კვირა გაატარა მიმღებლობის ფიზიოლოგიის პრაქტიკაში და არა დეფიციტის ფიზიოლოგიაზე. ემოციურ საბაზისო დონეს, რომელიც თანმიმდევრული გაძლიერების გზით გადავიდა ნაკლებობაზე ორიენტაციიდან ნაკადზე ორიენტაციაზე. და ენერგეტიკულ ველს, რომელიც ნამდვილად განსხვავებულ სიგნალს გადასცემს თქვენს გარშემო არსებულ სამყაროში. არსებობს რამდენიმე კრიტიკული პრინციპი, რომელიც განსაზღვრავს, გამოიწვევს თუ არა ეს პროტოკოლი ნამდვილ ტრანსფორმაციას თუ საინტერესო ექსპერიმენტად დარჩება. პირველი არის თანმიმდევრულობა. არა სრულყოფილება, დღის პერიოდული გამოტოვება არ გააქრობს სამკვირიან პრაქტიკას. თუმცა, ნევროლოგიური გადაკეთება, რომლის მიღწევაც პროტოკოლით არის შექმნილი, მოითხოვს გამეორებას. სპორადული პრაქტიკა სპორადულ შედეგებს იძლევა. ყოველდღიური პრაქტიკა კი ხანგრძლივ ცვლილებებს. თუ აღმოაჩენთ, რომ რეგულარულად გამოტოვებთ დღეებს, კითხვა, რომელიც უნდა დაისვას, არ ეხება ტექნიკას, არამედ იმას, თუ რა იმალება საკუთარი თავის მუდმივად გამოჩენის წინააღმდეგობის მიღმა. მეორე არის პრაქტიკის დაცვა გარეგანი დაბინძურებისგან.
თუ ყოველ დილით 20 წუთის განმავლობაში აკეთებთ საკრალურ აქტივაციას და შემდეგ დღის დარჩენილ ნაწილს ატარებთ ეკონომიკური კოლაფსის, ფინანსური კრიზისის და მიმდინარე პირობებში წინსვლის შეუძლებლობის შესახებ კონტენტის მოხმარებაში, თქვენ მუშაობთ საკუთარი თავის წინააღმდეგ კონკრეტული და გაზომვადი გზით. ნერვულ სისტემას არ შეუძლია განასხვავოს რეალური საფრთხე ნათლად წარმოდგენილ წარმოსახვითისგან. შიშზე დაფუძნებული კონტენტი ააქტიურებს იმავე სტრესულ რეაქციას, რასაც რეალური საფრთხე. თქვენ არ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ მიმღები სიხშირე და ამავდროულად დატბოროთ თქვენი ნერვული სისტემა სიგნალებით, რომ სამყარო ფუნდამენტურად საშიში და მწირია. მოამზადეთ თქვენი შეყვანები იმავე სიფრთხილით, რასაც თქვენს პრაქტიკაში იღენებთ. პირველი არის თანმიმდევრულობა. არასრულყოფილება, დღის პერიოდული გამოტოვება არ გააქრობს სამკვირიან პრაქტიკას. თუმცა, ნევროლოგიური გადაკეთება, რომლის მიღწევაც პროტოკოლით არის შექმნილი, მოითხოვს გამეორებას. სპორადული პრაქტიკა სპორადულ შედეგებს იძლევა. ყოველდღიური პრაქტიკა კი ხანგრძლივ ცვლილებებს. თუ აღმოაჩენთ, რომ რეგულარულად გამოტოვებთ დღეებს, კითხვა, რომელიც უნდა დაისვას, არ ეხება ტექნიკას, არამედ იმას, თუ რა იმალება საკუთარი თავის მუდმივად გამოჩენის წინააღმდეგობის მიღმა. მეორე არის პრაქტიკის დაცვა გარეგანი დაბინძურებისგან. თუ ყოველ დილით 20 წუთის განმავლობაში აკეთებთ საკრალურ აქტივაციას და შემდეგ დღის დარჩენილ ნაწილს ატარებთ ეკონომიკური კოლაფსის, ფინანსური კრიზისის და მიმდინარე პირობებში წინსვლის შეუძლებლობის შესახებ კონტენტის მოხმარებაში, თქვენ მუშაობთ საკუთარი თავის წინააღმდეგ კონკრეტული და გაზომვადი გზით. ნერვულ სისტემას არ შეუძლია განასხვავოს რეალური საფრთხე ნათლად წარმოდგენილ წარმოსახვითისგან. შიშზე დაფუძნებული კონტენტი ააქტიურებს იმავე სტრესულ რეაქციას, რასაც რეალური საფრთხე. თქვენ არ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ მიმღები სიხშირე და ამავდროულად დატბოროთ თქვენი ნერვული სისტემა სიგნალებით, რომ სამყარო ფუნდამენტურად საშიში და მწირია. მოამზადეთ თქვენი შეყვანები იმავე სიფრთხილით, რასაც თქვენს პრაქტიკაში იღენებთ. მოდით, ეს ყველაფერი გავაერთიანოთ იმ სიცხადით, რაც მას იმსახურებს. საკრალური ცენტრი არ არის აბსტრაქტული სულიერი კონცეფცია იმ ადამიანებისთვის, ვინც მეტაფიზიკას პრაქტიკულობას ანიჭებს უპირატესობას. ეს არის რეალური ფიზიოლოგიური რეგიონი, ჰიპოგასტრიული წნული, ქვედადანტიანი სვადჰისტანა, რომლის მდგომარეობაც პირდაპირ განსაზღვრავს თქვენი ნერვული სისტემის ნაგულისხმევის სიხშირის ხარისხს, იმ ხარისხს, რომლითაც მოქმედებთ გადარჩენისა და სიმცირის ან ნაკადისა და მიმღებლობის საფუძველზე, და იმ სიგნალის ბუნებას, რომელსაც თქვენ ავრცელებთ თქვენს გარშემო არსებულ სამყაროში. როდესაც ის დაბლოკილია, როგორც ეს ხდება ქრონიკული ფინანსური სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანების უმეტესობისთვის, ის ქმნის სპეციფიკურ და რეპროდუცირებად ეფექტებს. ენერგიის შეკუმშვა, შემოდინების არაცნობიერი უარყოფა, სიამოვნების დანაშაულის გრძნობა, სრულად მიღების შეუძლებლობა, სასოწარკვეთილი ნაკლებობის სიხშირის გადაცემა, რომელიც მოგერიდებათ სწორედ ის, რასაც შეგნებულად ეძებთ. როდესაც ის იხსნება, და ამ გახსნის სამი ეტაპია ფიზიკური სითბო, პულსაცია და სისავსე, ემოციური სიმსუბუქე, დანაშაულის გრძნობის გარეშე სიამოვნება და სუფთა სურვილი, ასევე მოულოდნელი ფულის, სპონტანური კეთილშობილებისა და იძულების გარეშე მოსული შესაძლებლობების გარეგანი სინქრონულობა. ის მეორე მხარეს თანაბრად სპეციფიკურ და რეპროდუცირებად ეფექტებს ქმნის. ნერვული სისტემა ქრონიკული საფრთხის რეაქციიდან ამცირებს რეგულირებას. ნეიროქიმიკატები კორტიზოლიდან დოფამინზე და ოქსიტოცინზე გადადიან. გადაწყვეტილების მიღების სიცხადე მნიშვნელოვნად უმჯობესდება. ენერგეტიკული სიგნალი სასოწარკვეთიდან მიმღებლობაზე გადადის. რეალობა კი თქვენს გარშემო მყოფი ადამიანები, თქვენს სფეროში არსებული შესაძლებლობები, ფულისა და სიუხვის ნაკადები, რომლებიც ყოველთვის იყო, მაგრამ დაბლოკილი, იწყებს ახალ სიგნალზე რეაგირებას. 21 დღიანი პროტოკოლი არ არის ჯადოსნური ფორმულა. ეს არის სტრუქტურირებული ერთგულება მუდმივი ყოველდღიური პრაქტიკის მიმართ, რომელიც იწვევს ნერვული სისტემის ნამდვილ რეკალიბრაციას. პირველი კვირა ენერგიის გასაღვიძებლად, მეორე კვირა მისი გადასაადგილებლად და გასაძლიერებლად, მესამე კვირა მისი განზრახვით წარმართვისა და სიცხადით გადაცემისთვის. პროტოკოლი მუშაობს მაშინ, როდესაც ის ნამდვილია, როდესაც სუნთქვა რეალურია, მოძრაობა რეალურია, გრძნობა რეალურია, მადლიერება რეალურია. როდესაც ის მექანიკურად სრულდება ტექნიკის ერთობლიობის სახით, რომელიც სწორად უნდა შესრულდეს, ის გაცილებით ნაკლებ შედეგს იძლევა. ჩართულობის ამ ორ რეჟიმს შორის განსხვავება არის განსხვავება მოძრაობების შესრულებასა და საკუთარი ტრანსფორმაციის გულწრფელად გამოჩენას შორის. ამ ყველაფრის საფუძველი არის კითხვა, რომლითაც ღირს დასრულება. არა ის, რეალურია თუ არა საკრალური ცენტრი, ან წარმოქმნის თუ არა ენერგეტიკული მუშაობა გაზომვად ცვლილებებს,
ან საკმარისია თუ არა 21 დღე ათწლეულების განმავლობაში განპირობებული დეფიციტის რეაქციის გადასაკეთებლად. ყველა ამ კითხვაზე მტკიცებულებები თანმიმდევრულად ერთი და იგივე მიმართულებით მიუთითებს. კითხვა იმაში მდგომარეობს, მზად ხართ თუ არა, ჩაერთოთ ყოველდღიურ პრაქტიკაში, რომელიც საშუალებას მოგცემთ თავად გაარკვიოთ ეს. არა თეორიული რწმენის ან შთაგონებული მოტივაციის საფუძველზე, რომელიც 48 საათის შემდეგ ქრება, არამედ იმ ნამდვილი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომ თქვენ დაასრულეთ იგივე სიხშირით მოქმედება, რომელიც იმავე შედეგებს იძლეოდა და რომ მზად ხართ 21 დღე ჩადოთ სერიოზულ, თანმიმდევრულ, განსახიერებულ სამუშაოში, რათა გახდეთ ნამდვილად მისაღები. საკრალური ცენტრი არ რეაგირებს მხოლოდ განზრახვაზე. ის რეაგირებს პრაქტიკაზე, სუნთქვაზე, მოძრაობაზე. მუდმივ ყოველდღიურ არჩევანზე, გამოჩნდეთ გახსნის სამუშაოზე, ვიდრე დარჩეთ ბლოკირების ნაცნობ კომფორტში. ის პასუხობს სურვილს, იგრძნო ის, რაც გაშეშდა, მიიღო ის, რაც რეფლექსურად უარყოფილია, დაუშვა სიამოვნება დანაშაულის გრძნობის გარეშე და დინება იძულების გარეშე და სიუხვე იმ ადამიანის სასოწარკვეთილი ზეწოლის გარეშე, რომელმაც დაივიწყა, რომ სასიცოცხლო ძალის ბუნებრივი მდგომარეობა არის მოძრაობა, ცირკულაცია და დიახ. ეს ბუნებრივი მდგომარეობა თქვენთვის ხელმისაწვდომია. ის ყოველთვის ხელმისაწვდომი იყო თქვენთვის. სამუშაო უბრალოდ იმის მოშორებაა, რაც მის გზაზე იყო.